მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ბედნიერ დღეს გისურვებთ წარმატებულს. მოკლედ ერთ თემაზე მინდა ვისაუბრო ახლა. მინდა ვისაუბრო იარაღის გაფორმებაზე და ვის რისი ტარების უფლება გაქვთ. აი ამ თემაზე მინდა ვისაუბრო. მოკლედ არის იქ სამნაირი გამოცდა ბარდება. ერთი არის სანადირო იარაღი. სანადირო იარაღში გადის ხრახრენულიანი და ეგრეთ წოდებული გლუვულიანი სანადირო იარაღი. რაც შეეხება გლუვულიანს კალიბრებს არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ რომელ კალიბრსაც აირჩევთ, უბრალოდ გამოცდა უნდა ჩააბაროთ სანადირო იარაღის. შემდეგ ირჩევთ იარაღს, იღებთ ეგრეთ წოდებულ ფორმას, ფსიქოს და მიდიხართ სანებართოში, თანხის გადახდის შემთხვევაში ვიგავთ იარაღის სახლში. სანადირო იარაღი ფორმდება ტარების უფლებით. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ რუსთაველზე უნდა იაროთ აწყობილი იარაღით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ ჩიხოლი, შესაბამისად, მოკლედ დაცვით ყველანაირი თქვენი უფლებების დაცვით უნდა გადაიტანოთ იარაღი. ეხლა რაც შეეხება მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღს, თუ არა ხარ შეერაღებული ძალების ოფიცერი და პენსიაში მაიორი და ასე შემდეგ ზემოთ, ტარების უფლება არ გექნებათ სავარაუდოდ, თუ რაიმე სპეციალური წოდება არ გაქვთ, შესაბამისად სახელმწიფო არ გასცემს ტარების უფლებით, ეს რაც ვიცი. დანარჩენი თქვენთვის არის მოკლელულიანი ცეცხლსასროლ იარაღი, მაგალითად, აი გინდათ რომ გაიფორმოთ და გქონდეთ სახლში შენახვის უფლებით, მიდიხართ შესაბამისად არის ამაზეც ცალკე გამოცდა, რომ ჩააბაროთ მოკლელულიანი ცეცხლსასროლ იარაღის გამოცდა, აიღებთ ამ გამოცდა არის 15 შეკითხვა არის, თუ არ ვცდებით, 1 თუ 2 შეცდომის დაშვების უფლებაც კი გაქვთ, იხდით თანხას და შესაბამისად აბარებთ ამ გამოცდას და გამოცდის შემდეგ იღებთ უფლებას, რომ შეინახოთ მოკლელულიანი ცეცხლსასროლ იარაღი, უთითებთ იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რამის ამარცეც გექნებათ შენახული ეს იარაღი. მოკლედ მოკლელულიანი ცეცხლსასროლ იარაღი არ ფორმდება ტარების უფლებით სამოქალაქო პირებზე. რაც შეეხება რაის ტარების უფლება გაქვთ სამოქალაქო პირებს, რომ ვიკითხე, გაზის პისტოლეტის ტარების უფლება გაქვთ. ოღონდ ამ შემთხვევაში მიდიხართ თქვენი უბნის პოლიციასთან, ის გიწერთ სანებართო სარეკომენდაციო წერილს, რომ თქვენ მოკლედ იცის იქ პოლიციამ ეს რაც უნდა დაწეროს და მიგაქვთ ეს ცნობა სანებართოში, შესაბამისად აბარებთ გამოცდას, იხდით თანხას და იღებთ უფლებას ატაროთ გაზის ეგრეთ წოდებული პისტოლეტი, მოკლელულიანი იარაღი. აი რაც მინდოდა მეთქვა ცეცხლსასროლ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პნევმატური იარაღს. პნევმატური იარაღი 4.5 კალიბრის. თუ არის ეს იარაღი ჯოულებში 7 ჯოულზე მეტი თუ არისო, უნდა გაფორმდესო. 7 ჯოული დაახლოებით არის 150-160 მეტრი წამში თუ აქვს იარაღს. ტყვის საწყისი სიჩქარე, შესაბამისად ეს იარაღი არის უკვე 7.5 ჯოული და იარაღი უნდა გაფორმდეს. პნევმატური იარაღი ფორმდება ჩვეულებრივად როგორც ცეცხლსასროლ იარაღი. მოკლედ აქ ზომები არის სისწრაფეში ტყვის და გადაყავთ შემდეგ ჯოულებში ეს და ეს რაც მინდოდა მეთქვა, რომ არის ბევრი შეკითხვები, რისი ტარების უფლება გვაქვს, რისი არა. მოკლედ ცეცხლსასროლ იარაღი თუ არის სანადირო ვერსია, სანადირო ვერსიაში შედის ხრახრენულიანი ყველანაირი თოფი, ნახევრად ავტომატური იარაღების ჩათვლით და გლუვულიანი სანადირო თოფი, ნახევრად ავტომატური იარაღის ჩათვლით. ამის გაფორმების და ტარების უფლება გაქვთ, თუ არა გაქვთ პრობლემა პოლიციასთან და არა გაქვთ პრობლემა თქვენ წარსულ ცხოვრებასთან. მე არ ვიცი ახლა ვინ როგორი ცხოვრა და ვის რა წარსული აქვს. ვის რა მოუტივტივდება იქ, თუ გაქვთ
აიღოთ ფორმა 100, ჩააბაროთ გამოცდები, გაიაროთ ეს ტესტები, აიღებთ იარაღის ტარების უფლებას და ღმერთმა შვიდობით განადიროთ და ბედნიერად მოგახმაროთ წესასრული იარაღის მოკლე კურსი, რაც შეიძლებოდა მეთქვა, პრისი ტარების უფლება გაქვთ. აი ეს არის დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.